თქვენი ურთიერთობები როგორ ყალიბდებოდა შევარდნაძესთან? არა, მე შევარდნაძეს ძალიან ვაფასებდი. ძალიან ვაფასებდი. ეს იყო აი სიზმრად ნახული სიწმინდე. როდესაც ის პირველად ჩაუდგა პარტიას სათავეში. შევარდნაძე? ხო, მე არ გეუბნები რომ ეხლა პრეზიდენტობის დროს ის როგორ იყო და რა იყო, მაშინაც კი ვიყავი მასთან, მაგრამ მე ეხლა მასში ხალხშიც ერთ-ერთ ზაიკომის დივანმა დარიალის ვიწროებში შევხვდით ერთმანეთს და საჭმელს ჭამდით და ანეკდოტი თქვა რაღაცა მასზე შევარდნაძეზე. ამ დროშას მოხსნი და იმ დროშის კაუჭით ყელს გამოგიღებ მე შენი დედა მეთქი თქვა რა. იმიტომ რომ შევარდნაძეს თქვა ცუდი? რომ შევარდნაძეზე ანეკდოტი თქვა რა. მე ჩემ მეგობრებში ნათქვამი მქონდა შევარდნაძეზე თურმე სასქველი გაქვს რამე წავდით მეთქი თქვა და სახლში ლაპარაკეთ და თქვენ მეზობელს უთხრათ ჩემთან მეთქი მაგაზე. რა განაპირობებდა თქვენს ასეთ პატივისცემას შევარდნაძეს? იმისი პატიოსნება და იმის შრომის მოყვარეობა. რაში გამოიხატებოდა ეს პატიოსნებაც და შრომის მოყვარეობაც? პატიოსნება იმაში გამოიხატებოდა რომ შევარდნაძეს არასოდეს მე არ მინახე არის დაგჯერება და ეკეიფა. მე არასოდეს არ გამიგონია რომ შევარდნაძე წავიდა და ქალებში მაგალითად დრო ატარა. არასოდეს არ მინახია იმას რომ სხვა სრუასწვია იმაზე უკეთესად აცვია შევარდნაძეს. ის სტალინური ტიპის აბსოლუტური დამცველი და თანამშრომელი იყო. სტალინური ტიპის. თავიდან თუ ბოლომდე? მაგი ახლა რა ვიცი მე თავიდან ბოლომდე მე ასე ვიცი. რომელ პერიოდზე საუბრობთ? ის ორჯერ იყო საქართველოში. ჩეგან დივანი რო იყო. ჩეგან დივანი რო იყო. და მე რო ქვეყანა რო აირია, ხო და ქვეყანამ რო მტაცეობა დაიწყო, რა ვიცი ახლა იქნება იმასაც მოყარა მე ხელში მე რა ვიცი ამაზე. თუმცა მაინც გჯერათ რომ პატიოსანი კაცი იყო. მე ისე ჩავალ სამარეში რომ მის პატიოსნებაზე მე ვერაფერს ვერ ვიტყვი.